საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში სამმა პიროვნებამ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტს სასტიკად ცემა ინციდენტი ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში მოხდა, თუმცა უშუალოდ ცემის ფაქტს თვითმხილველი არ ყავს. შემთხვევის ადგილზე დროულად იქნა გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო სამსახური, დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია, რის ნიადაგზე დაიწყო ჩხუბი, პოლიციამ სავარაუდო ეჭვმიტანილები დააკავა, მათ ბრალეულობას გამოძიება დაადგენს. კადრები, რომლებიც გადაიღო სათვალთვალო კამერამ, ცივი რაღაც ადგილი არ ქონია, მაგრამ 4 ადამიანი ერთ ადამიანს ცემდა სასტიკად დააგდეს ძირს და შემდეგ წიხლებით ურტყეს სახის არეში. მოვიტყოთ, რომ უმკაცრესად იქნას დასჯილი ის პიროვნებები, ვინც ეს ამაზღზენი ფაქტი ჩაიდინა. ამის შემდეგ ჩვენ მოვიტყოთ, რა თქმა უნდა, დაცვის პასუხისმგებლობას. ცხადია, თუ დაკავებულთაგან აღმოჩნდება რომელიმე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, ასეთ შემთხვევაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად აღნიშნული საკითხი გადაეცემა განსახილველად ეთიკის კომისიას, რომელიც მუშაობს ჩვენს უნივერსიტეტში და ეთიკის კომისიის დასკვნის შედეგად მიიღება შესაბამისი ზომები. დაზარალებული გამოიყურებოდა ძალიან მძიმედ, ყურები ჰქონდა ახვეული, ყბები ახვეული. ხელები გულზელაგა და საკაცით სასწრაფოში ჩაასვლა.